თელასის წინ საპროტესტო გამოსვლების შეწყდა ყოფილი თანამშრომლების მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. ბრძანებები უკვე დაიწერა მენეჯმენტის იმ ნაწილის გათავისუფლებაზე, რომელიც ზურა არსოშულმა 125 თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ მიიყვანა. შეთანხმების მიხედვით თელასის ხელმძღვანელობა აქციაზე შეკრებილ ყოფილ თანამშრომლებს სამსახურში ორშაბათამდე დააბრუნებს. თუ ეს პირობა არ შესრულდება, საპროტესტო აქციები ისევ გაგრძელდება. თელასის ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გამართეს. მთავარი მოთხოვნა კვლავაც 125 თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება და მათ ადგილებზე დანიშნული ზურაბ არსოშვილის კადრების განთავისუფლება იყო. აქციის მონაწილეებმა თელასის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე საათი მისცეს. ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას და გაფიცვის შეჩერებას, ვიდრე სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული ჩვენი მოთხოვნები. თელასის გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი ყოფილ თანამშრომლებს არ შეხვდა. მისასად მისი მოუცლელობა დასახელდა. აქციის მონაწილეებს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება კომერციული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გააცნო. ყველა ის თანამშრომელი, რომლის განთავისუფლებასაც თქვენ ითხოვდით, არის განთავისუფლებული. ორშაბათამდე ყველა თქვენგანი იქნება სამსახურში მიღებული. ნაწილობრივ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა, ანუ გაშვებული იქნა საკვანძო პოზიციებზე მუშავე 12 თანამშრომელი. წამოვიდა მზაობა იმაზე, რომ ორშაბათამდე მოხდება ყველა იმ გაშვებული თანამშრომლის 125 კაცის დაბრუნება იმავე პოზიციაზე და იმავე პირობებით, რა პირობებიდან ისინი იქნა დათხოვილი. განთავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი შიშობს, რომ სამსახურში დაბრუნების დაპირება მხოლოდ სიტყვიერია და შესაძლოა მათ პრობლემები კიდევ შეექმნათ. ასევე ისინი ეჭვობენ, რომ აშოტ მანუკიანის თელასიდან წასვლის შემთხვევაში თანამშრომლების ეს ნაწილი კვლავ გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს ჩვენი კომერციული კი არა და გენერალური დირექტორი შეიძლება იყოს გათავისუფლებული უახლოეს დღეებში და ეს ბრძანება დარჩება ძალაში არ დარჩება, ეს კაცმა არ იცის. შეიძლება დაინიშნოს ახალი გენერალური დირექტორი და ეს ბრძანება ხელახლა იყოს გადახედილი. თუ ნახავთ, რომ ისევ რაღაც ტყუილსა ადგილი და მარტო ნახევარი გადაწყვეტილებაა მიღებული, ალბათ კოლექტივი გამოგვეხმაურება ისევ. თელასის ყოფილი თანამშრომლები აქციებს ორშაბათამდე წყვეტენ, თუმცა ხელმძღვანელობის დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.